ერთი წლის წინ სარიშვილის ვიდეოს რო ვუყურებდით, ძალიან ვიცინოდეთ, რომ აი ეგეთი გასაღებები მოაყოლეს აი ამ მანქანას. თან ნაგლები ბიჭო, მარტო ისე AMG-ს ლოგო დაიტა, გეგონება რამე შეცვალა. მაგრამ უბრალოდ შეხედეთ, ანუ AMG-ს GT-ის ლოგოც კი არ არის აქ. საწერია, სად? უბრალოდ უძველესი გასაღები. ბა, ეს რა არის ეს სამ ტესტ-დრაივი დაიწყება, მინდა გავათამაშოთ ისევ 500 ლარი ადამიანზე, ვინც გააკეთებს ყველაზე ნახვად edits აი ამ YouTube ვიდეოსგან. იმისთვის რომ ვნახოთ ყველა ნამუშევარი, აუცილებლად დაადეთ აი ეს ჰეშტეგი. თქვენ თუ ეხლა ჩართეთ ეს ტესტ-დრაივი მარტო იმის გამო, რომ გაიგოთ მაგ მანქანაში რა ძრავიდებს და ასე შემდეგ, შეგიძლიათ გათიშოთ ეგრევე, იმიტომ რომ ეს ტესტ-დრაივი იქნება ჩემი და გიორგისი გამოცდილება მაგ მანქანის ყოლის, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი პირველი სპორტკარი, მაგ ხელას ისწრაფ ის მანქანა ჯერ კიდე არ ყავდა და მით უმეტეს როცა არის ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ოცნება უკვე რომელიც რეალობად ვაქციეთ. მოდით დავიწყოთ ვიზუალური მხრიდან, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის როგორც ქალისთვის, შეიძლება ბიჭებისთვისაც მნიშვნელოვანი იყოს, მაგრამ გარედან ჩანს ვიზუალი. ეს ცხვირი იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზეზი, რატომ მინდოდა ზუსტად ეს მანქანა, იმიტომ რომ მე მიყვარს უხეში და დიდი მანქანები და აი ამ ცხვირის სიგრძე ახლა თქვენც თვითონ ამჩნევთ, მაგ მანქანის ზოგადად უდიდესი ნაწილი ზუსტად კაპოტს და ცხვირს ეკუთვნის. როცა ზიხარ შიგნით, ჩათვალეთ ზიხართ უკან. ანუ ჩანს კიდევაც რომ უკან საბურავზე ვზივართ ჩვენ. მაგ მანქანის არჩევის დროს სხვათა შორის გქონდა რამოდენიმე ვარიანტი. მაგ ვარიანტებზე ცოტა მერე ვილაპარაკოთ, მაგრამ როცა შევჩერდით რომ გვინდა Mercedes-ი GT, ასევე გქონდა რამოდენიმე რაღაცა, რაზეც გვინდოდა განსაკუთრებული რომ ეს ყოფილიყო. მაგ შემთხვევაში აუცილებლად უნდა ყოფილიყო კაბრიოლეტი და აუცილებლად უნდა ყოფილიყო რესტაილინგი. რესტაილინგს გამოარჩევს ვიზუალურად გარედან რასაც იმჩნევა. ეს არის ფარი. რესტაილინგს აქვს არა მარტო ერთი ხაზი, არამედ გაგრძელება ფარში. და გეგონება მანქანა იღიმის, როცა ანთებულია. ხო, მაგრამ მაგის გარდა რესტაილინგს აქვს კიდე ბამპერებში განსხვავება. ეს უკვე თქვენ ბიჭები ამჩნევთ, მე მაგას ვამჩნევ უფრო. მოდით ავხადოთ ჩვენი კაპოტი, გაჩვენებთ რა დევს შიგნით ამ უზარმაზარ ცხვირში. პირველ რიგში რასაც ამჩნევთ და მეც რაც შევამჩნიე, ეს არის თვითონ ძრავი, ვერცხლისფერი რასაც არის. და არის დაყენებული ზოგადად აი ამ ადგილიდან ყველაფერი ძალიან ახლოს სიდენეებთან, ძალიან ახლოს საქარე მინასთან. აი ეს ყველაფერი შავი რაც არის, აქ ჩათვალეთ არის მარტო რადიატორები. ყველაზე მეტად რაც მომწონს Mercedes-ში ზოგადად და AMG-ში, თვითონ ეს ძრავი და ეს ყველაფერი იწყობა ვიღაცა თითო ადამიანის მიერ. და აი აქაც თქვენ ხედავთ, რომ არის ამ ადამიანის, ვინც ააწყო მთლიანად ეს ძრავი, მანქანა და ასე შემდეგ. პირადი მოწერა წერია მაჰმუდ ალი ვიღაცა, მოკლედ ეს მაჰმუდ ალი ააწყო ჩვენი AMG. უკანა მხარეს მანქანის ასევე იყო რამოდენიმე რაღაცა, რაც ძალიან გვინდოდა რომ ყოფილიყო მაგ მანქანას, მაგალითად ერთ-ერთი ბამპერის შემთხვევაში აი ეს გამოწეული და ჩატეხილი ნაწილები, რაც უფრო უკანა მხარეს მასიურს და უხეშს ხდის, მაგრამ ბუტაფორია არის, იქიდან არაფერი არ გამოდის. ამის გარდა თვითონ ეს სპოილერი, ეს ამისი ნამდვილი სპოილერი არ არის, ჩვენი დაყენებულია დამატებითი, მაგრამ თავისი სპოილერი რაც აქვს, კი გაცილებით უფრო პატარაა ვიდრე ეს თვითონ, მაგრამ საკმაოდ საყვარელია, რომელიც ავტომატურად ამოდის და ჩამოდის შიგნიდან სალონიდან შეგიძლია ღილაკის მეშვეობით გააკეთო ეს, ან ავტომატურად სიჩქარეზეც თვითონ იწევა. საბარგული თვითონ დიდი არ დაგხვდა, მაგრამ დიდი მოლოდინიც არ გქონდა, იღება სხვათა შორის ან გასაღებით, ან სალონიდან, აქ არანაირი ღილაკი არ აქვს. ეხლა თქვენ თვითონ დამეთანხმებით, რომ საკმაოდ პატარა საბარგულია. ერთადერთი რაც გვიდევს ეს არის ამ მანქანის გადასაფარებელი და ერთ-ერთი ჩემი პარკი. მეტი არაფერი არც დაეტევა. ამ მანქანის ჩემი საყვარელი ნაწილი არის ეს უჯოჯოხეთურესი ხმა. გასაღებით იმის გარდა რომ ვაღებთ საბარგულს, ასევე შეგვიძლია რომ არც ვიჯდეთ მანქანაში, დავკედოთ კაბრიოლეტის შემთხვევაში, გავაღოთ ასევე
გარედან, არც არა აუცილებელი რომ ვიჯდით შიგნით. მაგ კაბრიოლეტის გახსნისთვის გვჭირდება სულ რაღაც 13 წამი ჯერ ერთი და სხვათა შორის კიდევ ერთი კარგი რაც აქვს შეგვიძლია სიარულის დროსაც გავხსნათ, ოღონდ მაქსიმალური სიჩქარე უნდა იყოს 60 კმ/სთ-ში. დაგეთე? სანამ ხსნიდით და ვკეტავდით სახურავს, ყოველ ჯერზე სახურავის სისტემა აეჯახებოდა ტელეფონს და ამტვრევდა ეკრანს. ბოლოს სამ ტელეფონის გატეხვის ხმა არ გავიგეთ, მანამდე ვერ ხვდებოდით რა ხდებოდა. გახსენი ხა 1 2 მოხარა მე? წავედით ახლა ვნახოთ შიდა ინტერიერი, იმიტომ რომ გარედან რაც ლამაზი არ უნდა იყოს, უფრო მეტ დროს ვატარებთ შიგნით და შიგნით რაც ხდება ზოგადად მანქანაში ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით მძღოლისთვისაც და მე როგორც პასაჟირისთვის. AMG, Billy Joe, trapping out the ghost. 7-figure payment, time is money, gotta go. შიგნიდან ავტომობილი საკმაოდ თანამედროვედ გამოიყურება. აქ გვაქვს დიდი ეკრანი, შეგვიძლია შევცვალოთ დიზაინი, მაგალითად სპორტული, კლასიკური, მაგრამ მე ყველას ძალიან მომწონს სუპერსპორტის დიზაინი. საჭეც საკმაოდ თანამედროვედ გამოიყურება. აქ გვაქვს რეჟიმის ფუნქციების ცვლილება, საჭედან შეგვიძლია შევცვალოთ რეჟიმები, ავირჩიოთ კომფორტული, სპორტული ან სპორტ პლუსი. ამ სპორტ პლუსზე იცვლება განსაკუთრებით ხმა. აი ეხლა ზუსტად შეიცვალა ხმა, უფრო ბოხი გახდა ავტომობილი, თვითონ ხსნის მაყუჩებს და უფრო ბოხი და ხმამაღალი ხმა ხდება. ამის გარდა კიდე ასევე შემიძლია მე თვითონ აქედან ღილაკიდან გავხსნა მაყუჩები და ხმა შეიცვლება. ხომ არა, საჭესეცა ეგეთი გადასართველი, აქედან შეგიძლია შეცვალო ხმა საჭედან, ეს ძალიან კომფორტული არის, აქ აღარ გიწევს გადახრა. რაც უცნაური არის სალონში და არ მომწონს და საშინელება, ეს არის განათება, ჭაღი, შანდალი, რა ვიცი, რატო გააკეთეს ეს ძველი განათება, ვერ ხვდებით, თან ყვითელი განათება არის, რაც თავარია და საერთოდ არ ჯდება აქაურობაში, უკვე აქ თანამედროვე აი ინტერიერი არის, აგერ სულ ეკრანები არის ბარზე. საკმაოდ თანამედროვედ გამოიყურება და მაინც დატოვებულია ეს საშინელი განათება. ასევე არ მომწონს, რომ ფანჯრის აწევა და წევის ღილაკებით საკმაოდ ძველმოდურად გამოიყურება. მიუხედავად იმისა, რომ მანქანას მოყვა ესეთი მახინჯი გასაღები, იქოქება სტარტ-სტოპით და კიდე შეგვიძლია დავქოქოთ ბარიდანაც, აქ აქვს სპეციალური ადგილი, სადაც ჩავდებთ და დაიქოქება ავტომობილი. ბარიც ულამაზესია, მთლიანად ალუმინისგან არის გაკეთებული. და აქვს ეკრანები, აქედან შეგვიძლია ვმართოთ მანქანის სხვადასხვა ფუნქციები, ჩავრთოთ ან გავთიშოთ ხმა და სხვადასხვა ბევრი ფუნქცია აქვს, მაგრამ ძალიან ლამაზია. თაჩი არის უკვე აქ ეკრანისთვის გამოყენებული, თაჩით კონტროლდება და საკმაოდ მოუხერხებელია, ზოგჯერ დანართულია, რომ ზუსტად იქ მოხვდეს, სადაც გინდა. შენ რა სიტყვი ვიქტორია, როგორ მოგწონს სალონი? კაი დიდ ნაწილს იკავებს ეს ბარის ნაწილი, ასე ვთქვათ, თაჩზე. ზოგადად რას უყურებენ ხოლმე სალონში? გოგოები რომ მიხვდნენ კაი სალონია თუ არა. ნუ ეს ალუმინის ნაწილები და მთლიანად რომ ბარი არის ალუმინისგან უკვე მაინც ძვირად ღირებულ შეგრძნებას ტოვებს ეგრევე. ანუ იმის მიუხედავად რომ სიდენი არის სპორტული მაინც ძალიან კომფორტულია. ეხლა რაღაცა მასაჟები და ეგეთი რაღაცეები აქ არ არის, მაგრამ გათბობა, გაგრილება, კისრის გათბობა ყველაფერი არის, რაც ანუ გჭირდება ზოგადად. მოძრაობს იქით-აქეთ, რაც მთავარია, როგორც თქვენთვის უფრო კომფორტული იქნება დააყენეთ ჩვეულებრივად. პატარა ბარდაჩოკი აქვს წინ, არაფერი არ ეტევა, მაგრამ სათვალისთვის საკმარისი ადგილია. შუაში არის ადგილი, მაგრამ ესეც დიდად ღრმა არ არის. კარებებზე სხვათა შორის ჩვენ რაც მიჩვეულები ვართ, რომ დიდი რაღაცა დასადების სივრცეა, აქ პატარა ნაჭერის ჯიბესავით არის რაღაცა. მაგრამ მაინც ანუ არ დაგვაუწყდეს, რომ სპორტ მანქანაა და აქ ანუ არ იჯდებით ისე, რომ ვაიმე და მოდი დავიძინებ, მოდი დავისვენებ და რაღაც ეგეთი. აქ პირიქით ისე ზიხარ, რომ სუმზად ხარ ანაჩქარებისთვის, ან ისე ზიხარ, რომ მოგეთ სიჩქარეში კომფორტულად რო იქცნო თავი რა. ალბათ ყველაზე ნელი ჯიტი არის დედამიწაზე, არ მარტო საქართველოში. მაქსიმუმ 80 კმ/სთ.
ჩვენ გზებზე ხო 140-ით ვერივი. ანუ დღეს არ ვჩქარდებით? Yeah, let's see how you do under pressure. Yeah, I've been wanting this shit forever. I've been in the field with whatever they throw at me. Brush it off, pick myself up, moving on to the better. Hey. Yeah, ain't no errors, baby, it's a new era. I wake up early, feeling rich like I'm Kesha. I get to the paper, boy. Extra. წარმოიდგინეთ იმ ადამიანის ემოცია, ვისაც მთელი ცხოვრება ყავდა დიზელის ავტომობილი 200 ცხენამდე და არასდროს არ ქონდა გამოცილი ეს AMG-ს ნამდვილი ხმა. მეგობრებო, ეხლა რაც ყველაზე საინტერესოა, ქალბატონ ვიქტორიას მოუწყოთ დაიჯესტი, რამოდენიმე საინტერესო კითხვა გვექნება, რაც ბიჭებს გვაინტერესებს. რამე გავლენა თუ აქვს საერთოდ მამაკაცი რა მანქანით მოვაკითხავს გოგონას? წინასწარ ვგრძნობ, რომ კიდევ ერთი ამოჭრები იქნება მაგ ვიდეოდან, ესე იგი მაგ თემაზე უეჭველად, მაგრამ მაინც გიპასუხებთ. თავარია იყოს პრავა და თავარი იყოს რაღაცა საწყისი, რაღაცა მანქანა მაინც. თორემ მე ქალი თვითონ იზრუნებს, რომ მისი მამაკაცი დაგადაჯდეს უკვე ისეთ მანქანაზე, რაც მაგას უნდა. ანუ აქვს მაინც მნიშვნელობა მანქანით რომ მოვიდეს. ვისაც მანქანა არ ყავს, თქვათ რა უნდა გააკეთო? ანუ პრავა და ზოგადად მანქანა, მე როგორც უპრავო ადამიანო ვთვლი, რომ ეს ეგეთი რაღაცა, რაც 2025 და 2026 წელს ყველას უნდა ჰქონდეს. როგორც ტელეფონი. ხო, მაგრამ მე რომ მოგაკითხე შენ პირველად რო გავიცა ვიქტორია, მანქანით მივაკითხე, E-კლასი მყავდა 211. აი, ბორჯომში გავაკეთე ჩემით პოლირება. ისე გავწმინდე და პირველად რო შეგხვდი, მითხარი რომ გააჩერე მანქანა ფეხით გავისრინოთ. ანუ იტყუები. მე ხო დავინახე რომ მანქანით მოხვედი, მაგრამ ფეხით გასენება მინდოდა. ანუ რას ნიშნავს, რომ მანქანა პროსტა უნდა ყავდეს. რა თქმა უნდა, ეს გალაჩკას თემა. დღეს როგორც ხედავთ, რუსული სიტყვები ბევრი იქნება. მაგრამ აი, როგორ პიჩკის თუ მე პრიველის თემა. უკვე 2 თვეა რაც გყავს ეს მანქანა, აი შენ ფიდბექი რა იქნება ყოველდღიურობაში? მანქანის ლოდინი ეს რაღაც რამდენი ჩამოდიოდა ხო? ნახევარი ხო მაინც დაგჭირდა ჯერ სანამ მოუძებნეთ ის ვარიანტი რომელიც ზუსტად ის გვინდოდა მე ტრანსპორტირება და ასე შემდეგ. ანუ უფრო ეგეთი ეიფორიით სავსე იყო, როცა ელოდები და ვაუ ეფექტი და ასე შემდეგ. რო ჩამოვიდა და ანუ ეხლა ყოველდღიურ გამოყენებაში როცა ყავს ეგეთი მანქანა ცოტა ანუ შენელდა რა ეს ვაუ ეფექტი. უკვე ჩვეულებრივი რაღაცა შენთვის მაგ მანქანით გასვლა და ანუ ეს ხმა და ეგეთი რა ეხა პირველი როცა ჩავაჭირეთ გაზზე და რაღაცა ხმა გამოვიდა და ვაუ რა მაგარია. ანუ ეხლა აღარა ისე ეგეთიც უნდა იყოს რა, ეგეთ შეიძლება. მაგას მეც დაუკვირდი. აი 211 რომ მყავდა E-კლასი, მაგ დროს მეგონა რომ ყველაზე მაგარი მანქანა მყავდა და ეხლა ვხვდები რომ მართლა ყველაზე მაგარი იყო, იმიტომ რომ აი რამდენი წელი გავიდა მაგის მე სადღაც 15 თუ 10 წელი არ მახსოვს ზუსტად მოკლედ. და ისე მაგარია ის მანქანა, ანუ რაც ყავს ის მანქანა არის მაგარი. ბოლომდე ვერ დაგეთანხმები მაინც, იმიტომ რომ 211 თუ 212 რომელი მანქანა იყო ხო ეს? ამით დავიწყე, ეს იყო ჩვენი პირველი მანქანა, რომელსაც მოძრაობდით. მერე გვინდოდა და ოცნებისავით იყო კაბრიოლეტი. მოვიდა კაბრიოლეტი და მოგვიდა კიდე უფრო მეტი. რატომ მინდოდა ზოგადად ეს მანქანა საიდან გამოჩნდა, საერთოდ ფიქრები, რომ ეს მანქანა უნდა მყავდეს. ერთხელ შემხვდა რაღაცა ვიდეო TikTok-ში, ოღონდ ეს GT იყო თეთრი. ხო და იქ შემხვდა პირველად, გადაგუგზავნე გიორგის და მეთქი ეს მანქანა მინდა. მაშინ ასე არ ვიყავი რა მანქანა იყო. მე როცა წავიდა უკვე ლაპარაკი საერთოდ რომ რაღაც ახალი მანქანის შეძენა გვინდა, უფრო სპორტკარის შეძენა გვინდა და ის GT არის ზუსტად სპორტკარია. წავიდა შემოთავაზებები გიორგისგან, რომ ვარიანტი არის ან Porsche 911, ან SL ახალი, ან მე ისევ რაც მინდოდა GT. რატომ ყველაზე მეტად მინდოდა მაგ სამი მანქანის GT?
Porsche ძალიან გავრცელებულია უკვე საქართველოში და ჩემი აზრით ის შემოთავაზებებით რაც კეთდება აქ ავტოსალონებში ძალიან ხელმისაწვდომი გახდა. ესელი არ მომწონდა, იმიტომ რომ ვიზუალურად მახსენებდა მაინც ყოველდღიურ მანქანას და კონკრეტულად ის მანქანა, რომელიც უკვე ყავდა, ესა იყო E-Class კაბრიოლეტი. და ეს GT მე როგორც უფრო უხეში და დიდი მანქანების მოყვარული იყო ვიზუალურად უხეში, აი გრძელი ცხვირი ძალიან მომწონს და დამატებითი რაც შესაძლებელი იყო რომ აი ზემოთ დაყენება სპოილერის, კიდე რაღაცეების გაკეთება მოკლედ, აი ეს ძალიან მიზიდავდა და პირველად რომ დავინახე ლაივში უკვე მონაკოში ეგეთი მანქანა, აი ეს დავწუნდი რომ მეთქი ეს დარწმუნებულად ვიცი რომ მინდა ეს. აი მანდ მონაკოში სუსტად მახსოვს GT იდგა რაღაც Ferrari რაღაცა და იქ იყო ზუსტად ეგეთი სპოილერი მაგ მანქანაზე. ხო, მაგრამ იმას ვამბობ, რომ ყველაზე ეფექტური მაინც GT იყო, რაღაცა განიერი, რაღაც ძირსეგდო. ისა გადაობა იყო, იმიტომ რომ იმ კაზინოდან ვინც გამოდიოდა ყველა ეს GT პირდაპირ იდგა, მერე Ferrari იყო. GT მიდის ხოთა შორის წინ. გიორგი, ახლა მე მძღოლი არა ვარ, მაგ მანქანაზე საჭესთანაც არ მწვდა ვარ, პრავა არა მაქვს, ვინც არის ცოტათი. ამიტომ ყველა მანქანაზე მაინც ვუყურებ როგორც პასაჟირი. შენ მძღოლი ხარ. და ამიტომ მძღოლის შეხედულებებისგან გამომდინარე, როგორი მანქანა ყოველდღიურობაში გასატარებლად? ანუ მაქსიმალურად რაც შეიძლება არაკომფორტული იყოს მანქანა, აი ზუსტად ამაზეა ნათქვამი, მაგრამ ეს ალბათ მსხვერპლი არის ამ სილამაზისთვის, ეს დაბალიც რო არის, ყველგან ედება. ნუ ეს გზებზეც არ არის კომფორტული. მაგრამ აი ყოველდღიურობაში იმდენ სიამოვნებას ვიღებ ამის ტარებით, რომ ჩემი აზრით ღირს ეს მსხვერპლი. მაგრამ ეგრე რადიკალურადაც არ ვუყურებ რა. მესმის რომ სპორტული ავტომობილია და ეს ყოველდღიურობაში არ იქნება ეგეთი კომფორტული. შენ ხა მან დროზე ხარ კომფორტულია შენ? ხო, ანუ მაგაშია საქმე. მეგონა რომ მეტყვი ძალიან კომფორტულია და არ მეგონა რომ ეგეთი კომფორტული იქნება და ასე შემდეგ. იმიტომ რომ აი ვაჭარბებ არა ეგეთი უხეშით სიარულის დროს უბრალოდ ყველაფერს ვერ დაიჯახები რა, უნდა გააჩერო შეანელო. ანუ სიფრთხილე რა თქმა უნდა, ზოგადად ახალ მანქანები როცა კიდე კაბრიოლეტი E-Class-ი როცა ვიყიდეთ, ძალიან ფრთხილად ვატარებდით და ვაიმე თითო ის იამკას გადავდიოდით 1 კილომეტრით იქით, მაგრამ აი როგორც პასაჟირი, ახლა რო ვზივარ, ძალიან კომფორტულად ვარ, იმიტომ რომ საკმაოდ ჩქარი მანქანაა და გას როცა აჭრმე, აი ეგრე არ დავდივარ. სიდენია თვითონ არის ძალიან კომფორტული. ფეხები მეტევა, რაც მთავარია. მაგრამ ვერსად ვერ წახვალ, ხო? ანუ რამე გააქვს? ანუ მინუსები აქვს ახლა, რა თქმა უნდა. ჩემ 4 ძაღლს მე აქ ვერ დავსვავ. ჩემ მილიონ ბარკს მე აქ ვერ დავდებ და ბათუმში ვერ წავალ. მაგ მანქანით რამდენიც არ უნდა მინდოდეს. ანუ შეზღუდული ხარ მაინც სივრცეში. შენ არ გაქვს აქ უკანა სიდენია, რომელსაც ეგრე რაღაც გადააგდებ და გედება უკან. საფარგულშიც საკმაოდ ცოტა ადგილია. ანუ ის თქმა გინდა რომ ეს მანქანა თუ გყავს, მეორე მანქანაც აუცილებლად უნდა გყავდეს. კი, აუცილებლად. მით უმეტეს, როცა გინდა ცხოველი გყავს, გინდა ბავშვი, ან 2-ზე მეტი ადამიანი გინდა სადმე გასვლა, ეს არის ელემენტარული რაღაცა. ანუ ახალი მანქანა გჭირდება. მით უმეტეს პრავაც მჭირდება და გიორგი, მე არ მპირდება, რომ მაგ მანქანით გამატარებს. ჯიპი даже ჩემი აზრით სანამ ახალია გენანება, მაგრამ ეს სიახლე გაგრძელდება ჩემი აზრით მაქსიმუმ 6 თვე და მე მაინც წახვალ სადღაც სოფელში გადაატან მაგ ჯიპს რაღაცა ნაგვებით, რაღაცა ნივთებით, წამოიღებ რაღაცა და მაინც ჯიპი გახდება, რომელიც ტალახშიც შეხვალ და ყველგან შეხვალ და მაგ მანქანით აი რა ვიცი, ვერ წარმოვადგენ მაგას. ხო, მაგრამ ეხლა რეალურად ქალაქ-გარეთ გავდივართ და მშვენივრად მივდივართ, არაფერი არ ინგრევა. ვითარდება ახლა ყველაფერი, ახლა მითხარი სად არ არის გზა ნორმალური გაკეთებული მაგ მანქანით რომ ვერ წახვალ. ხო, აი არ ვიცი, რაღაც სტერეოტიპები არსებობს. ახლა ჩირუხზე მაგ მანქანით უაზრობაა ასვლა, ხო, მაგრამ ჩირუხამდეც კი ახვალ მაგ მანქანით. მშვენიერი გზა არის.
ეს ჩვენ გადავდიოდით უბრალოდ ისეთი ცუდი გზით ხიხაძირიდან პირდაპირ ჩირუღზე, იმიტომ რომ მოკლე გზა გვინდოდა და დროის დაკარგვა არ გვინდოდა, თორე პირდაპირ ბათუმიდან რო წამოხვიდე შუახევით, ამოხვალ ჩირუღზე მაგ-მანქანით. კიდე არსებობს სტერეოტიპი კაბრიოლეტებთან დაკავშირებით საქართველოში. ან რატომაც არ უყვართ, ამ დროს როცა ყიდულობ ესეთ უკვე არაკომფორტულ ავტომობილს, ბარემ ბოლომდე არაკომფორტული იყოს და კაბრიოლეტი და ერთხელ ვიდეო გავრცელდა ინტერნეტში, ვიღაცა კაბრიოლეტით იდგა რიყოთზე, სიცხეში. და იქ გადაობა მიმდინარეობდა კომენტარებში. ჩემი აზრით გადაობს ის ხალხი, ვისაც არ მჯდარა კაბრიოლეტში. ხო, მაგრამ საშინელება ეხა შუა დღეს მზეში გადახდილით კაბრიოლეტის საუკეთესო დრო არის, სადაც საღამოს 6-დან მე მაინც მზეში ძალიან მიყვარს. ან დილით ადრე. მზეში არის საშინელება. მithumetes მელოტი რო ხარ, ეს მზე პირდაპირ აი ოგედარგიჩეთ შუა დღეს გადახდეს. კაბრიოლეტი მაინც თავის vibes ამატებს მანქანას. მაგრამ ზამთარში აი მეც მინახე ხშირად დასცინიან ხოლმე გადახდილი რო აქვთ ხოლმე ავტომობილს. კაბრიოლეტს სახურავი და თავი ეყინება და რაღაცები და მანქანებში არ ვიცი ეს თქვით თუ არა. აი ჩვენ მანქანაში აქვს მაგალითად აი ქედან უგბერავს ცხელ ჰაერს. ცივი ცხელი. ცივს არა, ცხელ ჰაერს და თქვა ზამთარში ან გრილ საღამოს გადახდი, ჩართავ ამ ფუნქციას და ჩვეულებრივად გააცხოვს. აი კიდე განსხვავება მაგალითად E-კლასის კაბრიოლეტისგან, იქ ხო E-კლასში არის 4 ადგილი და კაბრიოლეტი როცა გადახდილია, მაინც უფრო იგრძნობა აი ეს გინდა ქარი, გინდა რომ უბრალოდ უბერავს მანქანაში და ასე შემდეგ. ამ მანქანაში ძალიან ნაკლებად იგრძნობა. დამატებითი აქ ხო რაღაცა შუშა აყენია იმისთვის, რომ არ შემოდიოდეს ჰაერი. თან ეს სიდენეებით საკმაოდ მაღალია E-კლასიდან განსხვავებით. ხო, რა ვიცი. საერთოდ არ მიბერავს, როცა გადახდილი. პრიჩოცკაც არ მიფჩდება. არ ვიცი, რამდენად სიმართლეს ვამბობ, მაგრამ მე რატომღაც გონია ეს მანქანა პირიქით ფასში გაძვირდება. მithumetes იმიტომ რომ ძალიან ცოტა აქვს გარბენი, ეხლა ამას აქვს დაახლოებით 8500 კილომეტრი. თან ექსკლუზიური მოდელია, თან უკვე ვეღარ შემოიყვა საქართველოში შემდეგ წელს, იმიტომ რომ 2021 შემოიყვანა, უბრალოდ ძალიან ძვირი დაჭდება. ძვირი და ხო და მაგას ვამბობ, ძვირით დაჭდება, ფასიც მოიყვება. ხო და არ ვაპირებ, ამიტომ გაყიდვას ფიქრობ, კაი ინვესტიცია, ვისაც გინდა ტყიდვა. სანამ დრო გაქვთ, იაფად შემოიყვანოთ. სხვათა შორის ბოლო დროს უფრო მეტ მანქანას ვამჩნევ მსგავსი ანუ GT-ს. უბრალოდ სხვადასხვა ახლა ხო, მაგრამ არის კუპეები რა და რესტაილინგიც ცოტა არის და რესტაილინგი და კაბრიოლეტი ცოტა არის. შესაბამისად, სულ ფიქრობ დაახლოებით აი შეიძლება 3 რა ვიცი მე 3-დან ნახე ვიდეოებში ინტერნეტში 10-მდე მაქსიმუმ. ჩვენი ჩავთვლით. კაბრიოლეტი არა, ზოგადად GT. ხო. მოკლედ 10-დან ამდენს დაუწერდი ამ ავტომობილს რა ეხლა შენი შეფასება. ყველაფერი რო შეეძლო. 10, ანუ მოლოდინი რაც მქონდა, რა ემოციებს მივიღებ მაგ მანქანაში ჯდომის დროს, ყველანაირი ემოცია მივიღე. ხმა მომწონს, ეხლა მე როგორც ქალი, როგორც გოგო, მე ჩემთვის მნიშვნელოვანია გარედან სილამაზე მანქანის ხმა, რომელსაც ყურადღებას იქცევ და შიგნით როცა სიხარო კომფორტული იყოს. თან საკმაოდ მაგ მანქანას ჩემი აზრით ლამაზი თვითონ ინტერიერი ყავს, გინდა ეს კარბონი მთლიანად დიდი, აი ეს ღილაკები რაღაც სენსორული გადასართავი და ასე შემდეგ. ცოტა სევდიანი ტესტ-დრაივი გამოვიდა, იმიტომ რომ კაბრიოლეტის სისტემამ დაამტვრია ვიქტორიას iPhone 17 Pro Max-ის ეკრანი. ცოტა ცრემლებიც იყო, მაგრამ არა უშავს. თავარია მანქანა გადარჩა და ტელეფონი Let's see how you do under pressure. Yeah, I've been wanting this shit forever. I've been in the field with whatever they throw at me. Brush it off, pick myself up, moving on to the better. Okay. Hey. Yeah, ain't no errors, baby, it's a new era. ეს იყო
იყო ჩვენი ტესტ დრაივი. საკმაოდ დიდი ხანი ელოდებოდით, ცოტა ბევრი დრო დაგჭირდა იმისთვის, რომ გადაგვეღო. ბოდიშით ვინც ელოდებოდით მაგ მანქანაზე ჩემგან ისეთი ინფორმაცია, რომელსაც წესით რაღაცა სპეციალური ცოდნები სჭირდება, მე არა ვარ მაინც მექანიკოსი ან რაღაც მანქანების პროფესიონალი. ეს იყო უბრალოდ გიორგის და ჩემი გამოცდილება, რას ნიშნავს, როცა ყოველდღიურ გამოყენებაში გყავს AMG GT. არ მეგონა რომ ეგეთი ექსტრემალური გადაღება იქნებოდა, იმიტომ რომ ჩემი საცუდავი ტელეფონი შეეწირა მაგ გადაღებას კაბრიოლეტის დროს. მე პირდაპირ და კაბრიოლეტი დაიკეტა და პირდაპირ ტელეფონზე დაიკეტა. მოკლედ, იმედია მოგეწონათ და გეოდებით კომენტარებში. ამ მანქანის ჩემი საყვარელი მომენტი არის ყველა გვირაბი ქალაქში. და კიდე რასაც დაუკვირდი, სანამ ვიყიდი, დავდიოდი დროებით Jeep Renegade-ის და ყველა ხაზიდან ხაზში გადასვლა იყო ცხოვრებისეული გამოწვევა. რატომღაც გონიათ, რომ თუ კი რაღაც ბიუჯეტური მანქანაა, არ უნდა დაგითვალონ გზა და რაღაცა ძვირადღირებული მანქანით თუ დადიხარ, გაგატარონ, შეჩერდნენ და გადაგიშვან შენ ხაზში. ამ დროს სულ არ არის ეგრე. Jeep Renegade-შიც იგივე ადამიანი ვიყავი და თქვათ AMG GT-შიც ზუსტად იგივე ადამიანი ვარ. ამიტომ დაუთმოთ ერთმანეთს გზა და პატივი ვცეთ.